ეს Lotus Elan Plus 2-ია, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ავტოსამყარო სასააკია. ის ფანტასტიკურად გამოიყურება, ძალიან მოქნილია, M590-ზე თითქმის ორჯერ ნაკლებ სიწონის და მასში იმხელა ბნება, რომ 10 წლიანი გამოცდილების მქონე backend developer-საც კი აიძულებს რაიმე ისეთი ჩაედინოს, რის გამოც გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. თუ აიტისგან შორს ხარ და ეს ხუმრობა ვერ გაიგე, მაშინ გეტყვი, რომ მის დანახვაზე სკამსაც კი ერექცია დაემატა. Yves Saint Laurent მერთხელ თქვა, საუკეთესო მაკიაჟი, რაც ქალს შეიძლება ჰქონდეს, არის ვნება, მაგრამ კოსმეტიკის ყიდვა უფრო მარტივია. და სამყაროში, სადაც Mercedes-ი და BMW უამრავ ფულს ხარჯავენ, რომ საკუთარი მანქანები ლამაზად შეფუთონ, კოლინ ჩაპმანმა შექმნა ეს. მისი ვნების რეალიზაცია მეტალში. ამ მანქანაში იცით რა უნწონს? მთელი ბავშვობა გვასწავლიდნენ, რომ სილამაზეს აქვს წესები. რომ გოგო უნდა იყოს მაღალი და გამხდარი, უნდა ქონდეს გრძელი ფეხები. რომ ზედმეტი წონა ცუდია. მაგრამ გავიზარდეთ და მივხვდით, რომ კაცებს რეალურად ის ზედმეტი წონა მოგწონს. რომელიც ზედმეტი წონაც არ არის ჯანმრთელი სხეულია, უბრალოდ ჩვენ გვასწავლეს, რომ ზედმეტი წონაა. ჩვენ ბავშვობაში სილამაზე იყო სტანდარტების ერთობლიობა. და ეს მანქანა ყველა სტანდარტს არღვევს. იდეაში კუპეს უნდა ქონდეს თავისი სტანდარტული ფორმები რა. ტრაკი მოკლე, ცხვირი შედარებით გრძელი. უკან უნდა ქონდეს დაშვება ისეთი გაკეთებული, რომ ყველა მიხვდეს, რომ კუპია. აქ კი რა გვაქვს? გვაქვს ძალიან გრძელი ცხვირი, არც ისე მოკლე ტრაკი და ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ გეგონება ვიღაცა მანქანა შექმნა, შემდეგ კი ზემოდან დიდი კონტეინერი დააგდო, რომ დაებრწყელებინა. ეს ფორმები არ არის გაკეთებული სილამაზის სტანდარტების მიხედვით. ეს ფორმები არის გაკეთებული აეროდინამიკის მიხედვით და მე ის ძალიან მომწონს. დარწმუნებული ვარ, როდესაც Lotus-ში ამ მანქანაზე მუშაობდნენ, ძალიან დიდ რისკზე მიდიოდნენ და ამას იაზრებდნენ, იმიტომ რომ ეს ის არ არის, რასაც ხალხი ელოდება რა. აი რომ შევხედოთ დაახლოებით იმ პერიოდში რა მანქანები გამოდიოდა და დავინახავთ, რომ 1960-იანი წლების მანქანები მაქსიმალურად დიდია ზომაში, დიდი ძრავით და ფორმებით, რომელიც აგურს უფრო მოგაგონებს, ვიდრე რაღაც მსგავს. და ამ დროს როდესაც ჯერ საწვავის კრიზისი არც კი მომხდარა, კოლინ ჩაპმანმა და Lotus-ის გუნდმა გადაწყვიტა, რომ აი ეს შეექმნა. ო ბიჭო რა ლამაზია. ჩემთვის ყველაზე წარმატებული და დიდებული დიზაინი არის დიზაინი, რომელსაც ცალ-ცალკე არაფერი უარგა, მაგრამ ერთიანობაში ქმნის ერთ შეკრულ ვიზუალს, რომელიც მოგწონს რა. აი როგორც მაგალითად Benicio del Toro. ეს ცალ-ცალკე რო შეხედო, დიდი არაფერი აქვს რა, ეს თვალი ცალკე, ცხვირი ცალკე, ყბა ცალკე როა იყო, იტყვი რომ ერთი შეუხედავი ადამიანია, მაგრამ ერთიანობაში რო შეხედავ, მივხვდები რომ მარილ მოყრილი ბრედ პიტია. აი როგორც მაგალითად აი ეს მოხვევის სიმსივნე. აი რას გავს ხო? ესე როა იყო, ცალკე იტყვი რომ ეს რა უბედურება, იფიქრე რომ რაღაც ავტობუსის სიმსივნეა. მახინჯი ნივთია, რომელიც მახინჯურ ადგილას არის განთავსებული. მაგრამ აი შორიდან რომ შეხედავ, ხვდები რომ თავის ადგილას არის. დრო გჭირდება რომ აღიქვარო ლამაზია. ასევე ძალიან მომწონს ასიმეტრიულობა ამ მანქანის დიზაინში. აი მაგალითად ეს ამობურცული ერთ მხარეს აქვს მარტო, მეორე მხარეს არა აქვს, ხო? მოგვიანებით სხვათა შორის იგივე შევხვდით CRX-ის არავიტეკ ძრავსახურავში. იმას ქონდა კიდე ესე ერთ მხარეს ამობურცული. ფარები, რომელიც ესე ამოდის. კი ბატონო, ყველამ ვიცით რომ ეს ამოსვლა ფარები, ჭიტა ფარები ძალიან ბუმარი და ვაუარი და ბევრს ევასება რა, მაგრამ აი ამ მანქანაზე, როდესაც ეს ფარები ამოდის, იმდენად მახინჯი ხდება მანქანა ერთი შეხედვით, რომ თავიდან იფიქრებ, რომ ეს რა უბედურებაო, ეს როგორ გააკეთეს, რაღაცა სხვა ექნათო რა, ან ელემენტარული უბრალოდ ესეთი დაწოლილი ფარი ყოფილიყო რა, მაგრამ ცოტა ხანი რომ უყურებ, მიხვდები რომ განა მახინჯია, თავისებურია და მე მიხვდები რომ თავისებურად ლამაზია რა. ძალიან მომწონს კიდე კაპოტიდან გადასვლა სახურავზე, აი ამ ძალიან დაწვენილი შუშით, რომელსაც ერთი შეხედვით არ ეტყობა რომ ძალიან არის დაწვენილი, მაგრამ იმდენად ახლოს არის საჭე შუშასთან, რომ აი ესე თითი რო ავწიე, მივარტყი შუშას და გამიკვირდა, რომ მეთქი რა მოხდა თქო, თავიდან ვერ მივხვდი რა, იმიტომ რომ წარმოგიდგენ საჭეზე რო ხელი გიდია, თითს რო აწევ და შუშას მიარტყავ რა. მაგრამ ამ მანქანის ყველაზე მაგარი ნაწილი არის მისი უკანა მხარე, რომლითაც აი უბრალოდ შეგიძლია დაждდე და უყო, აი ეს შეგიძლია ჩამოჯდე, ესე ჩამოჯდე და უყო.
ასეთი ტრაკი არასოდეს არ სადარგინახავს მანამდე. კი, მოგვიანებით ბევრ ადგილას გვხვდება მსგავსი, მაგალითად, Alfa Romeo GTV-შიც დაახლოებით მსგავსი ტრაკი გვხვდება, მაგრამ ასეთი არ არა. Alfa Romeo GTV-ის ტრაკი ცოტა უფრო მოზომილია. რისკი ნაკლებად არის დიზაინში აღებული. აქ ბოლომდეა გარისკული. ან შეიყვარებენ, ან მიაფურთხებენ. მიფურთხებულს მე ვერსად ვერ ხედავ. ამახანა სხვათა შორის რო უყურებ, ხვდები რომ De Tomaso უნდა გაეკეთებინათ ასე. ანუ ეს არის De Tomaso-ს გემოვნებიანი ვარიანტი. მოდი შევთანხმდეთ, რომ ეს მანქანა ერთ პუნქტს, რასაც ქვია ვიზუალი, 10-დან 20-ზე აკმაყოფილებს. მაგრამ არა მარტო გარედან. შიგნიდანაც ლამაზია. წამო. და ეს არის ინტერიერი, მეგობრებო, რა მგონია, რომ Gordon Gekko-s ოფისში ვზივარ. აქ ეთყობა, რომ არაფერზე ფული არაა დაზოგილი. კი ბატონო, მესმის, რომ სპორტული მანქანები ყოველთვის იაფფასიანი უნდა იყოს და დაბალი ხარისხი უნდა იყოს, მაგრამ ეს რაღაცა იმდენად მყარი და მსხვილი ნაჭერია, რომ ხეა თან რა. მე მგონი ხეა, იმიტომ რომ კი ხეა, აი გადაკლეთილია და ხეა. და რაზე ვიკაიფე, იცი რომ ეს ხო ულამაზესია ჯერ. ხელთათმანების ყუთს რო გადმოწევ, შიგნიდანაც დამუშავებულია და აი ეს ფერი აქვს, რაც გარედან რა, ლაკი. შიგნიდანაც აქ, ანუ ის კი არაა რომ აი გარედან იყოს მარტო ლამაზი და რო გადმოწევ შიგნიდან ფოხაც იქნება, ესეთი შავი კი არაა დატოვებული. შიგნიდანაც ნაზრუნი, ანუ დეტალებზე იზრუნეს, რა მაგარია შეხედე. და ყველაფერი არის გაკეთებული ისე, როგორც სპორტულ მანქანაში უნდა იყოს გაკეთებული. დავიწყოთ იქედან, რომ საჭე იქ არ დგას, სადაც უნდა იდგეს. დაჯდები თუ არა, მივხვდები, რომ ცოტა იქით იყურება, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია. კობრაშიც ასეა. ძველ მანქანებში, სპორტულებში უმეტესობაში ასეა. მოკლედ, საჭე თუ თავის ადგილასაა ძველ სპორტულ მანქანაში, ესე იგი იქ რაღაცა კარგად ვერ არის. რაღაცის კომპენსირებას ცდილობენ რა. გვაქვს სპიდომეტრი, გვაქვს ტახომეტრი, გვერდზე გვაქვს ზეთის დაჩიკი, ცოტა დაბლა გვაქვს წყლის ტემპერატურის დაჩიკი და ძალიან საინტერესო კითხვა დასვა გოგა, რომ მოვიდეთ, რომ რატომ არის რომ საწვავი აქეთ არისო და ზეთის დაჩიკი აქეთო რა. ახლა საწვავს არ უნდა შეხედო, იმიტომ რომ ეს არის სპორტული მანქანა. ამ მანქანაში რო ზიხარ, პირველ რიგში უნდა უყურო ზეთის და წყლის ტემპერატურას და შემდეგ უკვე საწვავს, იმიტომ რომ საწვავი რავი, ახლა თუ გაგითავდება, მიხვდები რომ გათავდა, ან ჩაასხავ რა და დადიხარ. თავარი არის ეს ორი მაჩვენებელი. ამიტომაც სწორ ადგილასაა განთავსებული. და რა თქმა უნდა, აი ეს ტუმბლერები, ეს არის ფარები და ნელ-ნელა ამოვა თავისი და დრო ჭირდება ფარების ამოსვლას, ანუ რა საინტერესოა, რომ იმდენად არ აქცევდე ყურადღებას მაშინ უსაფრთხოებას, რომ ღამე რომ მიდიხარ, ფარის ანთება სჭირდება დაახლოებით 1-5 წამი. 5 წამი ძალიან ბევრია. აქედან იქოქება. ნუ რა თქმა უნდა, მექანიკური გადაცემა თქოლობ თუ არა, მაგაზე უკვე აღარაფერს აღარ ვიტყვი და ბოლოს მინდა აღვნიშნო, აი რამდენად კაცური მანქანაა რა. ხო არის ორადგილიანი მანქანა. ანუ 2+2-ია რა, მაგრამ ძალიან საინტერესოა ერთი რამ რა. აქ ჩვენ გვაქვს საფერფლე. ნუ რა თქმა უნდა, 60-იანი წლებია ეხლა და იქ ნებისმიერ დროს შეგიძლია კაცმა მოწიო, პრობლემა არ არის, ბავშვია. აუშავს, აიტანს რა, ბავშვია, თავიდანვე უნდა მიეჩვიოს სიგარეტის კვამს, რომ მე რომ მოწევს არ წამოახუროს. მაგრამ აქ საინტერესო არის ერთი რაღაცა. ერთი საფერფლე ხო აქაა. ერთი საფერფლე აქაა. მეორე საფერფლე კიდე იქაა. ანუ მანქანა როგორ არის ყველაფერი ისეთ გაკეთებული, თანამედროვე მანქანებში რო არის უკვე ის რომ თუ ეწევი ცუდი ტიპი ხარ, აქ რო ჯდები, თუ არ ეწევი თავს გძნობ არარავად რა. ესე იგი მანქანის პოტენციალს ვერ იყენებ ბოლომდე. ცხელია, მუშაობს ბიჭო, პირავ სახაზინები. სავარძლები, რომელიც საკმაოდ კომფორტული სავარძლებია და ზუსტად ეს სავარძლები მინდა მე ჩემს დაცვში, გადავიღე უკვე ფოტო და მოვძებნი ინტერნეტში, იქნებ შევიძინო, იმიტომ რომ რაღაც ვიწრო სავარძელი არის და მგონია რომ ჩემთან ჩაეტება. და რაც ყველაზე საინტერესოა რა. თავს ზემოთ ადგილი მაქვს საკმაოდ დიდი, ანუ მაღალი ადამიანის ჩაეტევა აქ. იმდენად დაბლაზი ხარ მანქანაში, რომ სიმაღლის პრობლემა არ გექნება. ახლა მოდი გავიაროთ და ვნახოთ მართვადობის თემა როგორ არის. დიდებულ მანქანას უნდა კონდეს დიდებული მართვა და დიდებული მართვა ვერ დაემსგავსება ვერაფერს სხვას. ანუ ეს მანქანა ყველა სხვა ავტომობილისგან უნდა განსხვავდებოდეს მართვის შეგრძნებით. მოდი ვნახოთ რამდენად ასეა ეს. დიდებული სპორტული ავტომობილის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ უნდა იჯდე დაბლა. რამდენად დაბლაზი ხარ ლოტოს ელანში? ცოტა დიდი ტრაკი რომ კონდეს, გავიხეხავდი ასფალტზე.
საჭე ხელში რო გიჭირავს, ისეთი განცდა გაქვს, რომ რაღაც სათამაშო საჭე გიჭირავს ხელში, მაგრამ მე იაზრებ, რომ ამ სათამაშო საჭეზე შენი ცხოვრებაა დამოკიდებული. იმიტომ რომ რაღაც თუ შეგეშალა, აქ არც ABS-ი გაქვს, არც მოცურების რაიმე თანამედროვე საწინააღმდეგო სისტემა და არც საჭის მოხოვის დამხმარე რაიმე ჭკვიანი ელექტროობა. ხართ მარტო შენ 118 ცხენიძალიანი ძრავა, 900 კილოგრამიანი სხეული და გზა, რომელიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გზაა საქართველოში. საბადოვის გზა. არ მინდა ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა, რომელიც ოდესმე მიტარებია, მაგრამ აქედან რომ ჩავა, შეიძლება ბოტოქსი დამჭირდეს, იმიტომ რომ ღიმილის ნაოჭები მექნება სახეზე აუცილებლად. არ ფიქრობ, რომ ბოტოქსი ოდესმე გამეკეთებია. არა. ბოტოქსი და ბარემ პადელს ვითამაშებ. შეიძლება 0-დან 100-მდე Elan Prius 2 7-9 წამში ავითარებს, მაგრამ დამიჯერეთ, თითოეული წამი ამ 7 წამიდან მაქსიმალურად გესიამოვნება. აიცი რა მომწონს კიდე ამ მანქანაში? არ აქვს რაღაც გრუხუნა სპორტული ავტომობილის ხმა. მაგრამ არც საკმაოდ ჩუმი ავტომობილი არ შეიძლება ამას დაერქვას რა. ეს არ არის რაღაც პავაროტის ხმა, ან თუნდაც სტივ ტაილერის ხმა. ეს მანქანა რომ მომღერალი ყოფილიყო, დემიენ მარლი იქნებოდა. აი თვითონ როგორ რაღაცა იცი? როდესაც პროდუქტს ხმნი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც არის ვისთვის ხმნი ამ პროდუქტს. თუ ეს პროდუქტი არის დიდი რაოდენობის ადამიანებისთვის, ანუ მასაზე თუა გათვლილი, მაშინ შენთვის მთავარი ღირებულება არის ფასი. იმიტომ რომ თუ მასაზეა პროდუქტი გათვლილი, ესე იგი ბევრი უნდა გაყიდო. და ამიტომ რაღაცეებზე უარის თქმა გიწევს, რომ ბევრი გაყიდო. ხარისხი იქ ვერ გამოიყენებ ნამდვილ ხეს. უნდა იყოს კომფორტული აუცილებლად და ემოციების მოკლა გიწევს, ანუ კომფორტი ემოციებს კლავს. და ადამიანების უმეტესობას ყოველდღიურობაში კომფორტი ურჩევნია, ხო, ემოციებს. ეგ არის ფულის კეთების მოსაწყენი გზა. რასაც აკეთებენ ისეთ დიდი კომპანიები, როგორიცაა Toyota, როგორიცაა Tesla მაგალითად, როგორიცაა BYD. მაგრამ შენ თუ მუშაობ პროდუქტზე, რომელიც ადამიანების პატარა რაოდენობისთვისაა შექმნილი, მაშინ შექმნი რაღაც დიდებულს. სადაც აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად იაფი დაგიჯდა ეს კონკრეტული ღილაკი. აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად კომფორტულია სვლა. აღარ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბევრი ფიჩერი აქვს მანქანას. ოფცია, ასე ვთქვათ. ძალიან მინდა რომ ეხლა რამენაირად გადმოგცეთ, რას ვცნობ ამ მანქანის საჭესთან და რამდენად ემოციურია ის. ამიტომ ერთი ისტორია მინდა მოგიყვეთ. როდესაც მარტო გადავედი საცხოვრებლად, და ჩემო მითხრა, რომ აი რა გინდაო, რამე ხომ არ გინდაო, სახში გამოგიტანო, რამე ხო არ გჭირდებაო. და მე უთხარი რომ მეთქი არა დედა, სახში არაფერი არ მჭირდება, თქო პირიქით ერთი რაღაც მინდა გთხოვო თქო რა. სახში ყოველთვის გქონდეს კარტოფილი თქო. რომ რამდენჯერაც შენი შემწვარი კარტოფილი მომენატრება, ეგრევე დაგირეკო გზიდან თქო, წკაპ გაამზადო და მეც მოვიდე თქო. რა მეტი არაფერი არ მინდა, საერთოდ მე შენიყავი კარგად თქო რა. ხოლა მიუხედავად იმისა, რომ 33 წლის ვარ დღესაც, ჩემთვის ყველაზე გემრიელი და ემოციური საჭმელი არის დედაჩემის შემწვარი კარტოფილი, იმიტომ რომ აი რომ მოვდივარ სახში, ამხელა პრობლემებთან გამკლავება მიწევს, ხო, ბიზნესს მართავ, რაღაც ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აკიდებული, ოჯახი, მშობლები, იქ ამდენი 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს ჩემთან და მაგათი ოჯახები, ეს ყველაფერი ხო პასუხისმგებლობაა. მთელი დღის განმავლობაში მიწევს, რომ ვიყო სერიოზული ადამიანი, რომელიც უამრავ რისკს თვლის, უამრავ რამეზე ფიქრობს, უამრავ გადაცდომაზე იღებს პასუხისმგებლობას. ყველა მემეჭხუება თუ რაღაცა მოხდა მომხმარებლით დაწყებული, რა ვიცი, მომხმარებლის საყვარლით დამთავრებული. და მთელი დღის განმავლობაში მიწევს ვიყო სერიოზული კაცი. მაგრამ თვეში ორჯერ დაახლოებით დგება ხოლმე მომენტი, როდესაც ურეკავ დედაჩემს და ვეუბნები, რომ კარტოფილი შემიწვას. მივდივარ და 1 საათის განმავლობაში, სანამ ის კარტოფილი შეიწვება და
სანამ შევჭამ, მე ვარ ისევ ის 12 წლის ნიკა, რომელიც თავის ყველაზე საყვარელ საჭმელს მიირთმევს. არ ვიცი თქვენი საყვარელი საჭმელი რა არის, მაგრამ ჩემთვის ამ მანქანის ტარება დედაჩემის შემწვარი კარტოფილის ჭამას გავს. ანუ რა გამოვიდა, რომ შევაჯამოთ ამ მანქანის მართვა. აქ ჩვენ გვაქვს მანქანა, რომელიც ჩქარდება როგორც ქაღალდის თვითმფრინავი, ისეთივე მოქნილია როგორც ასა აკირა და ისევე აცოცხლებს ჩვენში პატარა ბავშვს როგორც დედას შემწვარი კარტოფილი. აქ მოყოფილებს დიდებული ავტომობილის მართვის პუნქტს. კი, თან როგორ. აია. ყველა ფიქრობს, რომ მანქანის ისრაფისა და მართვადობის საიდუმლო არის ძრავი, მაგრამ სინამდვილეში ამ ყველაფრის საიდუმლო არის მანქანის სხეული. და აქ კოლინ ჩაპმანს ნამდვილი ხელოვნების ნიმუში აქვს შექმნილი. ამ მანქანაში გამოყენებულია ეგრეთ წოდებული backbone შასი. ანუ რამაზია ეს მანქანა რა? ოღონდ ეს არის ჩვეულებრივი რამა, რომელიც ჯიპებში გვხვდებათ ხოლმე. ეს არის სპეციალური სპორტული რამა, რომელიც არის კოლინ ჩაპმანის ქმნილება. და სწორედ ამ რამის დამსახურებაა, რომ ეს მანქანა მოსახვევში ისევე მოყვება, როგორც სუფთა აბრეშუმი ხელის დაქმნევაზე. ამ რამის უპირატესობა არის ის, რომ შედარებით უფრო მსუბუქია ვიდრე სხვა იმდროინდელი ალტერნატივები, მაგრამ დიდი მინუსია ის, რომ გადაცემათა კოლოფს თუ რამე დაემართა, ძრავთან ერთად უნდა გამოიღო რამიდან, ანუ მარტო გადაცემათა კოლოფს ვერ მოხსნი, ანუ ძალიან რთული მისადგომია. გარდა ამისა, იმის გამო რომ მანქანა არის რამაზე გზაზე სიარულისას მთელი დატვირთვა, რომელიც ამ დროს ავტომობილზე მოდის, მიდის რამაზე. შესაბამისად, ამან ინჟინერებს საშუალება მიცათ, რომ კარკასი გაეკეთებინათ სტეკლოვატიდან. Fiberglass რო ეძახიან უკვე თანამედროვე თაობაში მაგისგან. ანუ ეს მანქანა თავიდან ბოლომდე არის fiberglass. აქ ალუმინი და ჟეშტი არაფერი არაა საერთოდ. ამის გამო ძალიან მსუბუქია და მისი წონა არის სულ რაღაც 900 კილოგრამი. ანუ თავარი ის კი არა რამდენი ცხენის ძალა გაქვს მანქანაზე. თავარია 1 კილოგრამზე რამდენი ცხენის ძალა მოდის. და ეგ ყველაფერი ავტომობილს ფანტასტიკურად აქვს. და მოდი რადგან ძრავი ვახსენეთ, ბარემ ჩავხედოთ კიდეც. ეს არის ის ძრავი, რომელიც ამ ხელოვნების ნიმუშს ამოძრავს. ესე იგი, ეს არის დოკის ტიპის ძრავი, რომელიც თავიდან დოკის ტიპის არის. ნახეთ რა საინტერესო რაღაცაა რა. კოლინ ჩაპმანმა აიღო ფორდის ძალიან საიმედო ძრავი იმდროინდელი, მოხსნა გალოკა და დაუყენა თავისი 2 ლიბლიანი გალოკა. ანუ ეს ზედანაწილი რა, ძრავის ზედანაწილს ასე ეძახით ხოლმე. ეს ძრავი არის ლეგენდარული, უკვდავი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი წყარო აღნიშნავს ძალიან, რომ ძალიან ბევრს უძლებდა. ეს ძრავი და დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა მეპატრონეს და აგერ ჩვენს ხედავთ ახლა, რომ ამდენი წლის შემდეგაც ნახე რა სუფთად არის და რა ყველაფერი სწორად არის გადანაწილებული რა. ძრავი მაქსიმალურად უკან არის მოწეული, რომ ცენტრისკენ წავიდეს სიმძიმის ცენტრი. გაგრილების სისტემა წინ არის, ჰაერის აღება ხდება აქედან, ნახე. ჰაერის შემშვები გამოდის გოფრით და აი აქედან ხდება ჰაერის ამღება. აი ამ ნაწილიდან ხდება ჰაერის ამღება. რაც უზრუნველყოფს, რომ მანქანას მაქსიმალურად ცივი ჰაერი მიეწოდებოდეს. რა სწორად და მაგრად არის ყველაფერი ნაკეთები რა მაგარია. თანამედროვეობაში ხო არის ცნობილი, რომ აი Porsche არის რაღაც ინჟინერიის ღმერთი და რაღაცა რა. კოლინ ჩაპმანმა შექმნა სამყარო, სადაც Porsche გაღმერთდა. მოდი აგიხსნით რა ქნა კოლინ ჩაპმანმა ავტოინდუსტრიისთვის და მე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ. მართლა უფრო დიდებულია ვიდრე Porsche თუ უბრალოდ შემიახირება ეს ყველაფერი. ეს რომ მარტივად აგიხსნათ, მინდა რომ ფეხბურთთან მოვიყვანო შედარება. კოლინ ჩაპმანი რომ ფეხბურთელი იყო, ის იქნებოდა იოჰან კრუფი. იოჰან კრუფი იყო ფეხბურთელი, რომელმაც ფეხბურთი შექმნა ისეთად, როგორადაც დღეს ჩვენ მას ვიცნობთ. ადრე ფეხბურთში მთავარი იყო, რამდენად ძლიერი ფეხბურთელები გეყოლებოდა ამა თუ იმ პოზიციაზე. ეს ფეხბურთელები დაწებებული იყვნენ თავის სივრცეში და იქ არ მოძრაობდნენ რა. უბრალოდ ძლიერები იყვნენ და იმ სივრცეს ამაგრებდნენ, სადაც იდნენ. იოჰან კრუფმა თქვა, რომ ეს ფიზიკური ძალა არ არის ის უნივერსალური რაღაც, რითიც გუნდს მოგება შეუძლია და ესეთი თეორია ჰქონდა თავიდან, რომ მე თუ ამ ფეხბურთელებს ავამოძრავებ ისე, რომ სივრცეები ავითვისო, მაშინ ძლიერ გუნდს მოვუგებ. ანუ იოჰან კრუფი იყო პირველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთი განსაზღვრა როგორც სივრცეების თამაში.
მან თავისი ფეხბურთელების მოძრაობა დაიწყო კონკრეტულ სივრცეებში, რომლითაც მთელი სტადიონი მაქსიმალურად აითვისა და საბოლოოდ მიიღო ის, რომ მისი ყველა გუნდი ბევრად უფრო წინ იყო და ბევრად უფრო ძლიერი იყო ვიდრე სხვა გუნდები. ანუ, ნახეთ, მესი და რონალდუ რომ დღეს იქ არიან, სადაც არიან, კი, ძალიან მაგარია და მაგარი ფეხბურთელები არიან, მაგრამ ისინი გაღმერთდნენ იოჰან კრუფის შექმნილ სამყაროში. ანუ იოჰან კრუფმა შექმნა ის სამყარო, რაშიც მესი და რონალდუ გაღმერთდნენ. ზუსტად იგივე სიტუაციაა აქაც. კოლინ ჩაპმანმა ავტოინდუსტრია მთლიანად შეცვალა. თქვენას ალბათ უკვე იცით, ვინც ჩემი ლოტუს ემირას ვიდეო ნახეთ, მაგრამ ვინც არ ნახეთ, იმას მაინც ორი სიტყვით გეტყვით. მაგალითად, კოლინ ჩაპმანი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გააკეთა მონოკოკი და ეს გამოიყენა ფორმულა 1-ში, რის დამსახურებითაც 6-ჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 7-ჯერ აიღო საინჟინრო პრიზი, ანუ მისი ბოლიდი იყო საუკეთესო იმ ჩემპიონატზე. ასევე კოლინ ჩაპმანი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც ბოლიდის ქვედა ნაწილი გამოიყენა აეროდინამიკის სამართავად, ანუ ბოლიდის ქვედა ნაწილს გადააკეთა ისე, რომ მასში გამავალი ჰაერი მანქანას ეხმარებოდა უკეთეს მოჭიდებაში. მსგავსი მანამდე არავის არაფერი გაუკეთებია. და რომ აგიხსნათ, რამდენად დიადი გამოგონება ეს backbone chassis გეტყვით, რომ გორდონ მიურეიმ McLaren F1-ის შემქმნელმა ესეთი რაღაცა თქვა, როდესაც McLaren F1-ის პრეზენტაცია დაასრულა რა. ჩემი მანქანა სრულყოფილია, მაგრამ ის მაინც არ იმართება ისე როგორც Lotus Elanio. და სხვათა შორის გორდონ მიურეი, როდესაც McLaren-ი უკვე შექმნილი ყავდა, Lotus Elanid გადაადგილდებოდა. ანუ ამაზე დიდი აღიარება უკვე აღარ ვიცი რა შეიძლება მანქანაზე იყოს და თუ ვინმე არ მეთანხმებით, მაშინ დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამაზე დიდი აღიარება. ფაქტობრივად ეხლა აი მივიწევი, აქ დავდგები და შემიძლია თამამად თქვა, რომ მე მსოფლიოში ყველა დროის საუკეთესო სამართავ ავტომობილთან ვდგავარ. ნუ ყოველ შემთხვევაში გორდონ მიურეიმ ასე თქვა. კარგი. ვიზუალითა და მართვით ეს მანქანა აკმაყოფილებს კი არა, აჭარბებს კიდეც იმ მოთხოვნებს, რაც დიდებულ ავტომობილს მოეთხოვება. თუმცა დარჩა მესამე კომპონენტი, რომელიც დიდებულ ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს და ეს არის ყველაზე მთავარი. სული. რადგან ძალიან ბევრ ავტომობილს აქვს კარგი მართვა და კარგი ვიზუალი, მაგრამ არ აქვს სული. და ეს არის სწორედ ის, რაც დიდებულ ავტომობილს ძალიან კარგი მანქანისგან გამოარჩევს. მაგალითად, M5 F90-ს ფანტასტიკური ვიზუალი აქვს, კარგადაც იმართება, მაგრამ სული არ აქვს. Mercedes GTS-ი იგივე სიტუაციაა. ფანტასტიურად იმართება, სწრაფიც არის, ვიზუალურადაც მაგარი მანქანაა, მაგრამ სული არც მას არ აქვს. სული რაღაც უფრო სხვა, რაღაცა ისეთი, რასაც ვერ გაზომავ, რასაც 400 მეტრზე ვერ გაიგებ, ვერც 100-დან 200-მდე ვერ გაიგებ. სულმა რაღაც შენში უნდა შეცვალოს. რითი განსხვავდება სულიერი არსება უსულისგან? სულიერი არსება სხვაზე გავლენას ახდენს. ანუ, როდესაც შენ შეხება გაქვს სულიერ არსებასთან, ის შენ გცვლის. აღარასოდეს იქნები ისეთი, როგორც მანამდე იყავი, სულიერ არსებასთან კომუნიკაციის შემდეგ და არაფერი გავლენას არ მოახდენს შენზე უსულ. აი, მაგალითად, სკამი შენზე არანაირი გავლენას არ მოახდენს. სკამზე სანამ დაჯდებოდი როგორც იყავი, რო ადგები, მერეც ისეთი იქნები რა. მაგრამ იგივეს ვერ იტყვი სულის მქონე არსებაზეა ნივთი. რა შვება ეს მანქანა ცვლის ადამიანს? მოდი დავფიქრდეთ. გორდონ მიურეიმ ძალიან კარგი რაღაცა თქვა. რაც უკვე გითხარით იდეაში. რომ მე ფანტასტიკური მანქანა შევქმნი, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ Lotus Elanivით მაინც არ იმართებაო. გორდონ მიურეის ბევრი მანქანის დასახელება შეეძლო. მას შეეძლო ეთქვა Porsche 964 930. რა ვიცი, უამრავი მანქანის თქმა შეეძლო, მაგრამ მან მაინც და მაინც Lotus Elani თქვა. რატომ? იმიტომ რომ მან გორდონ მიურეის მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ავტოინჟინერზე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ სამუდამოდ დაამახსოვრა თავი. აი, ეს უკვე სულის გავლენაა ადამიანზე. დავეშვათ ახლა გორდონ მიურეიდან ჩემამდე. ძალიან დაბლა დავიდეთ. სანამ ამ მანქანით გავივლიდი, მანამდე მე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაგარი მანქანაა Alfa Romeo Giulia. ასევე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაგარი მანქანაა თუნდაც Mercedes-ის C63, რომელიც მართლა მაგარი მანქანაა რა. სულიც აქვს, მაგასაც ვიტყვი. მაგრამ ამ ავტომობილმა ჩემი დიდებული მანქანის შეფასება სადღაც აქედან აქამდე აწია. ანუ მეც შემცვალა ამ მანქანა.
ასევე შეცვალა ჩემი განწყობა. დილით რო გავიღვიძე, ჩვეულებრივ ხასიათზე ვიყავი. ახლა კი პატარა ბავშვით მიხარია რაღაცეები, იმიტომ რომ მთელი დღე ამანქანით დავდივარ და უბრალოდ ვიცინი. ხო და შესაბამისად ძალიან თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამანქანას სული აქვს. კი, კოლინ ჩაპმანის შვილობილია, ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილება, რომელიც მას შეუქმნია. ასე რომ მეგობრებო, Lotus Elani მართლაც დიდებული ავტომობილია. ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო, რომელიც ისტორიაში შექმნილი. ჯერჯერობით საუკეთესო, რომელთანაც მე შეხება მქონდა. არნახული მართვა აქვს. თავისი ჰაბიტუსი აქვს, რომელსაც აი სხვა რაღაცაში ვერაურევ რა. აი არის რაღაცეები, რაც ამანქანას ვერ აკადრებ. აი მაგალითად ამანქანაში რო ჩაჯდები, მამაფლექს ვერ მოусმენ რა, ანუ არ გაგიშვებს, აი როგორი უღმერთოც არ უნდა იყო, არ გაგიშვებს რო ეგ ჩართო. და მის დანახვაზე ტესლების სხვა მხარეს უხავენ. თუმცა მეგობრებო, მინდა აღვნიშნო ერთი რაღაც, რასაც ეს მანქანაც კი ვერ შვენის. ერთხელ უკვე თქვი და ხალხმა კარგად აიტაცა და მინდა ხაზი გაუსვა, რომ მაგ ზღვარს ეს კი ვერ არღვევს. თუ ხარ როლს-როისშიც იქნები, ბუგატიშიც, პორშეშიც და თქვენ წარმოიდგინეთ ლოტუს ელაშიც. წარმატებებს გისურვებთ.